სპუნჯი ახალი სპუნჯი სამხატვრო სტუდია ბარე, რომელიც თბილისსა და რეგიონებში მრავალ ფილიალს ფლობს, მოწინავე სასწავლო დაწესებულებაა, რომელსაც მხატვარ არქიტექტორი მარიამ ნადიკაშვილი ხელმძღვანელობს. სტუდია წარმატებით ემსახურება როგორც მოსწავლეებს, ასევე აბიტურიენტებს. დაარსების დღიდან ბარემ არაერთ მასშტაბურ საგამოფენო პროექტში მიიღო მონაწილეობა. ბარეს თავის ბიოგრაფიაში საერთაშორისო და ადგილობრივი აღიარება უხვად აქვს. მისი მოსწავლეები საზოგადოებისთვის კარგად ცნობილი სახეები არიან, რაც მომავალი წარმატების აუცილებელი პირობაა. რამდენიმე მოსწავლე შეკვეთითაც ხატავს და ნამუშევრებს მხატვართა ჯგუფების პლატფორმებიდან ხდიდის, რაც სხვა მოზარდებისთვის მაგალითის და სტიმულის მიმცემია. ასევე წარმატებით აბარებენ გამოცდებს ბარეს აბიტურიენტები და მომავალ მხატვრებად და არქიტექტორებად ყალიბდებიან. როგორც თავად მარიამ ნადიკაშვილი აღნიშნავს, მოსწავლეთა წარმატებაში დიდი წვლილი მათ მშობლებს მიუძღვით, რის გამოც ყოველთვის მადლიერია. ძალიან დიდი მადლობა კიდევ ერთხელ იმ შრომისთვის, რომელსაც მთელი წლის განმავლობაში თქვენ შვილებს აყოლეთ და დებთ თქვენი შვილების წარმატებაში. ბარეს მოსწავლეებს საინტერესო ბიოგრაფია აქვთ. გამოფენები დუბაიში, საფრანგეთში, იტალიაში. იანვარში დრეზდენის გამოფენისთვისაც ემზადებიან. ბავშვები ნაბიჯ-ნაბიჯ სწავლობენ წინსვლას, მალე უფლებიან წარმატებას და პერსპექტივის ფართო ასპარეზზე გადიან. ახალი სპუნჯი მე ყოველ 15 წლის დავდივარ სამხატვრო სტუდია ბარეში. რატომ აირჩიე ხატვა? ბავშვებიდან ხატავდი და მაგის მერე ჩემი ჰობი გახდა და როცა დედაჩემი დაინახა რამდენს ხატავ, შემიყვანა სტუდიაში. პირველი ნახატი რა იყო? პირველი ნახატი იყო დამხატე კედელზე, ქალი უფრო მრგვალი იყო და უბრალოდ ქალი იყო მრგვალი. ქონდა ფეხები ხელობა, აი ბავშვები როგორ ხატავენ, ეგეთი დახატული იყო. და მაგის მერე გადავედი ფურცლებზე, წიგნებზეც დავიწყე ხატვა. ყველაზე მეტად რას ხატავ სიამოვნებით? ყველაზე მეტად ხატავ უფრო პერსონაჟებს ხატავ ყველაზე მეტად. ხანდახან მე ვიგონებ და ხანდახან გადავიხატავ. დღევანდელი ნახატი, რომელიც წარმოდგენილია მოლტკზე, როგორ შეიქმნა? როცა ამოვირჩიე სადაც 5 ნახატი და იქიდან ვირჩევდი და ყველაზე მეტად მომეწონა ეს ანგელოზის ნახატი. მაგის მერე მასწავლებელსაც ვანახე, მოეწონა ეს იდეა და დავიწყე მაგის ხატვა. მონაწილეობს საერთაშორისო კონკურსებსა და გამოფენებში. რას გაძლევს ეს? ესეთი ღონისძიებები ძალიან მოტივაციას მაძლევენ და უფრო მიხარია ასეთი რაღაცების გაკეთება. როგორ ფიქრობ, უნდა გახდე მხატვარი? რა თქმა უნდა. ბევრ კონკურსსა და გამოფენაზე მონაწილეობ. რას გაძლევს ეს? ეს მე მაძლევს სიხარულს, ბედნიერებას და მიყვარს, როცა ჩემი ნახატები გამოფენილია და სხვა ადამიანები მას ნახულობენ. რას ურჩევ შენს თანატოლებს? ჩემ თანატოლებს ვურჩევ, რომ რაც უნდათ ის ხატონ და ვინც ეთქვის მას ის დახატეო, მათ რაც გულით უნდა ის დახატო და არას ხვის დათქვა. რომელია შენი ნახატი და როგორ შეიქმნა ეს ნახატი? აი აქედან ყველა ჩემი ნახატია, ყველაზე ბოლო არის აი ეს ნახატი, ვისეთ ვან გოგის ნახატს აგავს და ამაზე ბევრი ვიწვალე და ბევრი საგებავი დავეხარჯა. შენი საყვარელი ნახატია? მე ვარ ანასტასია მინიაშვილი და დავდივარ სამხატვრო სტუდია ბარეში. ანასტასია, რა დახატე სულ თავიდან? მე სულ თავიდან დავხატე ხე. სად იპოვა ეს ხე? ჩემი თქმულობა. ოჯახ, ვინ გიწყობს ხელს ხატვაში? ჩემი მასწავლებელი მარიამ ნადიკაშვილი. მშობლები როგორ გეხმარებიან? ძალიან კარგად. ძალიან ბევრ კონკურსსა და ფესტივალში მონაწილეობ. რას გაძლევს ეს? მე მაძლევს მოტივაციას და მომწონს, რომ ჩემს ნახატებს უყურებს სხვა უცხო ადამიანები. რას ურჩევ შენს თანატოლებს?
ჩემს თანატოლებს ვუჩვერო, რაც მოსწონდა და რაც გულთუნდაც გააკეთო და ხატო თუნდაც ამ გამოძერწონა, რაც ვინც გააკეთო. გვესაუბრე შენს ნახატზე, რომელიც ახლა ამშვენებს ფონს. მე ეს ნახატი დავხატე, იმიტომ რომ მომეწონა ფერის გრადაციები, რადგან არის მრავალფეროვანი, არის უამრავი ფერი და გამომიდოდა ლამაზი. რომელიმე მხატვარს მიბაძე თუ ეს შენი ფანტაზიის ნაყოფია? ჩემი ფანტაზიის ნაყოფი. შენ რომელი მხატვარი გიყვარს? ვან გოგი. და არის აქ რამე ვან გოგისეული? სულ შენია. ოჩახ. გამარჯობა, მე ვარ ნინა მაღრაძე, 12 წლის სამხატვრო სტუდია ბარის მოსწავლე. ნინა, ჩემო კარგო, შენი პირველი ნახატი რა იყო და სად დახატე? ჩემი პირველი ნახატი იყო ფურცელზე, ხიდი დავხატე. ფანქრად. ეს ვიზუალურად რასაც ხედავდი, იმას ხატავდი თუ უბრალოდ შენი ფანტაზიის ნაყოფი იყო? რასაც ხედავდი, ის დავხატე. როგორ ფიქრობ? უფრო ადვილია, როცა მხატვარი თავისი ფანტაზიით ხატავს, თუ როცა ვიზუალური მასალიდან იხატავენ? შენ როგორ ფიქრობ? თავის ფანტაზიით რო ხატავ. უფრო ადვილი არის. ბევრ კონკურსსა და ფესტივალში მონაწილეობ. რას ნიშნავს ეს მომავალი მხატვრისთვის? მოტივაცია არის, რაც მთავარია და მობედნიერებს ის, რომ ჩემ ნახატებს ნახულობენ სხვა ადამიანები. რას ურჩევ შენი თაობის ბავშვებს? რომ დახატონ ის, რაც მოსწონთ და რაც უნდათ გულით და ის გააკეთო. რაც უნდათ გულით ის გააკეთო. შენ გარშემო, შენ ოჯახის წევრებში არის ვინმე მხატვარი? არა. და რას გეუბნებიან? რომ გამომოვარ მხატვარი და ხატავ ძალიან კარგად. აქ უკან შენი ნახატი დევს. როგორ შეიქმნა ეს ნახატი? მე მინდოდა რამე ეფექტური ნახატი და ავარჩიე სამი ფოტო. და მასწავლებელს რო ვარჩვენე, მირჩიე ეს ნახატი. შენ სტუდია ბარეში სწავლობ. რა სწავლობ იქ? როგორ ხატავ? როგორ სწავლობ ხატვას? ამაში მხოლოდ ჩემი მასწავლებელი მარიამ ნადიკაშვილი, რომელიც მასწავლებს ფერთა გრადაციებს და კომპოზიციას. შენი საყვარელი ფერი? ჩემი საყვარელი ფერი არის შავი და თეთრი და მაქვს დახატული გედები. ეს. რისი სიმბოლოა გედები შენთვის? როგორც მხატვრისთვის? რატომ მოგწონს გედები? ლამაზები არიან და ან რო ხატავ მაბედნიერებს რა. კაი. ძალიან კარგი. შენი საყვარელი მხატვარი? ვან გოგი. მე ვარ ანასტასია თოდუა, ვსწავლობ სამხატვრო სტუდია ბარეში. ანასტასია, როდის დაიწყე ხატვა? ხატვა დავიწყე ზუსტად 1 წლის წინ. და რა დახატე პირველად? პირველად დავხატე ეს ჩიტები. სად დაინახე ჩიტები თუ შენი ფანტაზიის ნაყოფი იყო? ეს ჩიტები დავინახე Pinterest-ზე და მაქედან გადავიხატე. როგორ ფიქრობ, შენი ფანტაზიით უფრო გეადვილება დახატვა თუ როცა ვიზუალური მასალიდან იხატავ? ჩემი ფანტაზიით. შენი საყვარელი მხატვრები ვინ არიან? ნიკო ფიროსმანი. როგორია შენი ერთი სამუშაო დღე სტუდიაში? ხატვაზე რომ მივიდივარ, მიხარია ხოლმე, რადგან მან ხვდებიან ჩემი მეგობრების სახალისო დღეა და ახალ ნახატებსაც ვხატავ ხოლმე და მიხარია გამოფენისთვის მზადება. რას ურჩევდი შენს მხატვარ თანატოლებს? ხატონის, რაც თვითონ უნდა და არ შეეშინდეთ ხატვის. შენ ძალიან ბევრ კონკურსებსა და ფესტივალებში მონაწილეობ. რას გაძლევს ეს გამოფენები და ფართომასშტაბიანი პროექტები? გამოფენებზე რომ ვიღებ მონაწილეობას, მიხარია რომ სხვები ხედავენ ჩემს ნახატებს. შენ უკან ძალიან ბევრი ნახატია, შენი შექმნილი ნახატები. აქედან რომელია შენი საყვარელი ნახატი და როგორ დახატე? ეს არის ჩემი საყვარელი ნახატი, რომელიც დავხატე გუაშებში და ჩემი ფანტაზიითაა დახატული. მე ვარ ბარბარა ჭედლიშვილი და ვსწავლობ სამხატვრო სტუდია ბარეში. ბარბარე, როგორ დაიწყე ხატვა? ხატვით ბავშვობიდან ვარ დაინტერესებული და რომ გავიზარდე, უფრო დავაპირე, რომ განმევითარებინა ჩემი მხატვრობა.
თუ გახსოვს შენი პირველი ნახატი? ჩემი პირველი ნახატი ალბათ როგორც ყველასი იყო სახლი მთელაზე. ეს შენი ფანტაზიის ნაყოფით დახატული ნამუშევრებია თუ გადმოხატავ ხოლმე აი როგორ ფიქრობ რას ანიჭებ უფრო უპირატესობას შენი ფანტაზიით ხატვას თუ ვიზუალური მასალიდან გადმოხატვას? ალბათ უფრო ვიზუალურიდან გადმოხატული ნახატი უფრო მიადვილება. შენი საყვარელი ფერი, აი როგორ ფერებს იყენებ მხატვრობაში? ჩემი საყვარელი ფერი ზოგადად არის ვარდისფერი და მხატვრობაშიც უფრო ნათელი ფერები მიყვარს, უფრო გამოკვეთილი და ასე. ვისაუბრე ერთ ნამუშევარზე და მოგვიყევი მისი შექმნის ისტორია. ალბათ ეს იქნება ჩემი გამორჩეული ნახატი. რადგან უფრო ლამაზი არის ჩემი აზრით. დიდი შრომა ჩავდე ამაში. ცოტა ხანი დავჭირდა, მაგრამ საბოლოოდ გამოვიდა ძალიან ლამაზი და კარგი და გამორჩეული ჩემი ნახატებიდან. მომავალში ვაპირებ რომ გამოვიდეს არქიტექტორი და მხატვრობა დავიწყე იქიდან, რომ ბავშვობიდან ვარ დაინტერესებული და გადავწყვიტე რომ მხატვრობას გავყოლოდი. გამარჯობა, მე ვარ ნატალი მათიაშვილი, სამხატვრო სტუდია ბარეს მოსწავლეთ. ხატვა დავიწყე ძალიან პატარა ასაკიდან, ხატავდი ხოლმე ყვავილებს და მსგავს რაღაცეებს სკოლაში, ბაღში და იქიდან მივიზიდავს ხატვა. შენი პირველი ნახატი? ჩემი პირველი ნახატი იყო ყვავილები და მასეთი რაღაცეები მინდორზე პეიზაჟი უფრო. დღეს რას ხატავ ყველაზე სიამოვნებით? ყველაფერს ვხატავ ხოლმე, მაგრამ ძირითადად მიზიდავს პორტრეტები გრაფიკაში. შენი საყვარელი ფერები? ჩემი საყვარელი ფერები არის ლურჯი, შავი და თეთრი. მიყვარს ძალიან მაგ ფერებში მუშაობა, განსაკუთრებით თეთრით რაღაც ფერების დამუშავება, გადაყვანა ერთმანეთში და ჩემი საყვარელი მხატვარი არის ვან გოგი, რადგან მიყვარს მის თავისუფლება ფერებში და მაგიტომ მეც ვაძავ მაგიტომ რომ არის ძალიან დიდი თავისუფლება. როგორ ფიქრობ, ხარ თუ არა გამორჩეული მხატვარი შენს თაობაში და გაქვს თუ არა შენი ადგილი, შენი ხელწერა? როგორ ფიქრობ, როგორი მხატვარი დადგები? ჩემი აზრით კარგი, რადგან ძალიან დიდი შემართებით ვარ ამ საქმეში და ძალიან დიდი მიზანი მაქვს. რას ურჩევ შენი თაობის მხატვრებს? ჩემი თაობის მხატვრებს ვურჩევ იმას, რომ უბრალოდ თუ ექნებათ ისეთი მომენტი, რომ არ უნდოდეთ ამ საქმეში ან თავს ვეღარ ხედავდნენ, უბრალოდ არ დანებდნენ და ისევ განაგრძობენ საქმე. ვინ უნდა გამოხვიდე მომავალში? ვფიქრობ არქიტექტურაზე მინდა ჩაბარება და არქიტექტორი მინდა გამოვიდე. რადგან მიყვარს ძალიან იქ საქმე და ჩემ თავს ხედავ მაგ პროფესიაში. ჩემი საყვარელი ნახატი არის ეს, რადგან ან დიდად არ მიყვარს ხოლმე ესეთ იმაში მუშაობა, მაგრამ მაგიტომაც ვფიქრობ, რომ კარგი გამომივიდა იმის მიუხედავად, რომ ხშირად არ ვხატავ მსგავს ნახატებს და მაგიტომ მომწონს. წარმატება ვუსურვოთ დღევანდელი სიუჟეტის მოზარდ მხატვრებს ნია ყოლბაიას, ანასტასია ბუტიკაშვილს, ანასტასია მირიანოშვილს, ნინა მაღრატეს, ანასტასია თოდუას, ბარბარე მჭედლიშვილს, ნატალი მათიაშვილს. წარმატება სტუდია ბარეს, რომელიც სასექტემბროდ მოსწავლეთა ახალი ნაკადის მისაღებად მზად არის.